თემაზე გვექნება შემდეგი რომელიც მედიასთან გააკეთებს კომენტარს ბატონო მამუკა. და ჩვენ მოვისმენთ სპორტიფულ შეფასებას იმ ღონისძიებასთან დაკავშირებით ბატონო მამუკა პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი კანდიდატებზე. ეს არის ის გუნდი რომლის გამარჯვებაშიც დარწმუნებული ხართ და მთავარი კრიტერიუმები რა იყო გუნდის შერჩევისას? არ დაგიმალავთ და რამდენიმე ათეულ ადამიანს შევხვდით დამატებით ვიდრე ის გადაწყვეტილებები მიიღებოდა კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის და ქართული ოცნების სხვა ლიდერების მიერ და საბოლოოდ არ შეირჩეოდა ღირსეული კანდიდატები, მათ შორის ძალიან ბევრი ღირსეულ ადამიანს შევხვდით სხვათა შორის და გულიც დაგწყდა ბევრ მათგანზე ჩვენ ამოვარჩიეთ ასე ვთქვათ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები და მინდა დიდი მადლობა უთხრა იმ ადამიანებს ვინც კანდიდატი არ არის ჩვენთან შეხვედრაზე იყო ამ დღეების განმავლობაში რომლებიც ქართულ ოცნებას ერთგულად უჭერენ მხარს, უჭერენ მშვიდობას, პატრიოტიზმს, ეროვნულ სულისკვეთებას და ამ ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და რეალურ ხვალინდელ დღეს ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებულს. ეს ადამიანებიც სწორედ ამ ნიშნით შეიჩნენ, ზოგი არის მოქმედი წევრი საკრებულოსი, ზოგი არის ახალი კანდიდატი, ასე ვთქვათ, ყველა მათგანს წარმატებას უსურვებთ, ისინი უზრუნველყოფენ ამ წარმატებას არა საკუთარს, არამედ ისინი როგორც საკუთარს, რა თქმა უნდა, ამაზე აგებული შემდეგ იმ ადამიანების წარმატება, რომლებიცაც მათ უნდა იზრუნონ. თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ჩვენს მოსახლეობასთან და რომელთან ერთადაც და მომავალ კანდიდატებს და მომავალ წევრებზეა საუბარი ამ დროს, ამავე დროს, რომლებთან ერთადაც კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო სიცოცხლით სავსე და მეტი სიკეთე უნდა სხვა მუნიციპალიტეტებში როდის წარადგენთ ბატონო მამუკა? პოტენციალი რამდენად სხვა მუნიციპალიტეტების იმის გათვალისწინებით რომ თქვენი ოპონენტების ერთ-ერთი არგუმენტი რატომაც მაგალითად ორმა პარტიამ ბრძოლაში შემოსვლა და საარჩევნო პროცესში შემოსვლა გადაწყვიტა არის ის რომ ოპოზიციურად არის განწყობილი თბილისი და მათ სწორედ აქედან გამომდინარე აქვთ გამარჯვების თბილისი როგორ არის განწყობილი, თბილისელები ანახებენ მათ აი ამ არჩევნებზე და მე ვილაპარაკოთ ამ ყოველს. სხვა მუნიციპალიტეტებს როდის წარადგენთ? რაც შეეხება ქალ კანდიდატებს, ჩვენ ეს გენდერული კომპლექსები უნდა დავძლიოთ და ქალი კანდიდატები გვეყოლება სიაში. ამ შემთხვევაში ქალი და კაცი ჩვენ არ გაგვირჩევია. მოქმედი მაჟორიტარები უმრავლესობა იყო მამაკაცი, შესაბამისად დაემატა მოქმედები იყვნენ მამაკაცები და დაემატა ახალი რამდენიმე კანდიდატი, შესაბამისად ასე მოხდა. ამ კომპლექსებს დავანებოთ თავი და ქალი კანდიდატების სიაში გენდერული კომპლექსია კი მაინც ქალი იქნება თუ კაცი არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. არა ჩვენ იმით მოდი ახლა ქალი იყოს და კაცი იყოს ასე არ გვიჟელია. სხვა მუნიციპალიტეტებში როდის წარადგენთ? არა თვითონ სურვილზე არ არის ჩვენ თავაზობდით ამ ადამიანს თვითონ არ მოდიდნენ გეხოცებით ახლა ჩვენ კანდიდატები ვიქნებით ასე არ ლაპარაკობთ. ბატონო მამუკა რამდენიმე კითხვა მოქვს და დავიწყებ სხვა მუნიციპალიტეტებით როდის წარადგენთ კანდიდატებს? პრინციპში უახლოეს დღეს ჩვენ პრაქტიკულად დამთავრებული გვაქვს კანდიდატების შერჩევა რაიონის მერების დაახლოებით შემიძლია გითხრათ თუ ეს ექსკლუზივად ივარგებს რომ დაახლოებით ზუსტად არ შემიძლია თქვა ნახევარი იქნება განახლებული შემადგენლობა. ერთი წამი ბოდიშვიხტი დავასრულებ მამუკა ხაზარაძით გავაგრძელებ რომელიც როგორც ირკვევა ბიუჯეტს გადასახადს უმალავდა ბინა გაქირავებული აქვს გერმანიის ელჩზე რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი განცხადება რაზე მეტყველებს აი ამ საქმეს. იცით რა ეს თემად შეიძლება არ ყოფილიყო რომ არა მათი დამოკიდებულება როცა პატიოსნებას და ყველაფრის ცოდნეობაზე თავსდებენ ხოლმე ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე რატომ გასკანდალდა ეს ამბავი? გერმანიის სახელმწიფოა გადამხდელი და მამუკა ხაზარაძე ისიც კი არის ის მარშალის გეგმებს ალაგებს ხოლმე და ისიც კი არის ის თურმე ჭყალებში არის რა თქმა უნდა რომ გადასახადის გადამხდელი ის უნდა იყოს ამ შემთხვევაში და აი ესეთი უბრალოდ ერთ-ერთი მხილება იყო დიდ წყულში როდესაც გერმანიის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ანუ ფინანსური თანამშრომლობის შედეგადაც კი ისიც ვერ გაარკვია თუმცა მიუხედავად იმისა რომ კონტრაქტში ასე ეწერა და ისედაც ასე არის რომ გადასახადი მას უნდა გადაეხადა. აი ამ მარტივ აბსურდად და ესეთ მდაბიო
ტყუილებთან გვაქვს საქმე და ეხლა დიდ თემებზე რო ლაპარაკობ ხედავ მარშალის გეგმებზე, ასეთი ტყუილების მხილებით უნდა გავაკეთოთ მათ შორის დასკვნის მე ასე მგონია. შვედეთზე გკითხავთ, მიიღო კანონი და ამოქმედა, რომელიც საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის სისხლის სამართლებრივი წესი დასჯას ითვალისწინებს. მაშინ როდესაც საქართველოს აკრიტიკებენ მიღებული კანონმდებლობის გამო და თავად იღებენ, რაზე მეტყველებს? ეს არაფერზე არ მეტყველებს, მეტყველებს იმაზე, რომ ნაცურ აგენტურული სტანდარტი გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება და შესაძლებელია შვედეთისთვის, ის არ შეიძლება საქართველოსთვის. კანონი მაგალითად, რომელსაც რუსულს არქმევდნენ თავისი ჭკვით, გამჭვირვალობის კანონი შეიძლება და ამერიკისთვის არ შეიძლება და საქართველოს, შეიძლება და ევროპისთვის არ შეიძლება და საქართველოსთვის. ეს არის მონური ფსიქოლოგია და ეს არის აგენტურული დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს და საკუთარი სახელმწიფოს მიმართ. გიორგი ახალბაძეზე კითხავთ ბატონო ლუკა, საქართველოს სასამართლომ გამოიტანა მის მიმართ განმარტებები განაჩენი, შემდეგაც ოპოზიცია ითხოვს მონაწილეობის ჩხანდობების კი ბატონო. რა კომენტარს გაქვთ? ეხანაც მესმოდა ირაკლი კობახიძესთან დასმული კითხვები და ყველაფერს ერთად უპასუხე. სისხლის სამართლებრივი ასეთი პრინციპი არსებობს, რაც ცივილიზებულ სამყაროში მოქმედებს ყველგან, ყველა ქვეყანაში. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყვეტეს ბრალდებული სასარგებლოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ სიმართლის შემთხვევაში კი არა, შეიძლება ადამიანი იყოს დამნაშავე, რეალურად მას კონდეს ჩადენილი დანაშაული და თუ იმ სტანდარტს, რომელიც განაჩენის მომენტში უნდა იყოს და ბრალდებისთვის შეიძლება საკმარისი იყოს და არ იყოს განაჩენისთვის საკმარისი. განაჩენის მომენტში, განაჩენის დადგომისათვის უნდა იყოს აუცილებელი, ანუ 100%-იანი სიზუსტის, რაც ადასტურებს რა მტკიცებულებათა ერთობლიობაც ადასტურებს. თუ ეს არ არის და ერთობლიობაში გაჩნდა პატარა ეჭვიც კი ამ შემთხვევაში ეს სტანდარტი უნდა იყოს დაცული და ეს არის დემოკრატიულობის ტესტი. ამ შემთხვევაში სასამართლოზე იერიში რომ იქონდათ ხოლმე და აღარ მიაქვთ. რატომ? იმიტომ რომ არ უნდა თქვა რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, რომ სასამართლომ სწორედ ამ ტესტი და ამ პრეზუმპციის დათქმით მიიღო გადაწყვეტილება, ანუ ეჭვი გადაწყდა მის სასარგებლოდ. ეს არ ნიშნავს რომ ვიღაცამ ჩავა. იქნება. არა, მტყუნება რატოა? დემოკრატიული გადაწყვეტილება. სინდისის პატიმარი მინდა ვინ არის, აბა, ვინც კოქტეილს ესროდა მოლოტოვისას, ვინც წავდა პოლიციას ეს თქვენთვის სინდის ნამუსგარი ცხილი თუ იტყვის ამას, რომ სინდისის არის პატიმარი. კადრები ნანახ ვერ მეყოლება, მაქვს ნანახი, დიახ. დიახ. დაკადრები. ვის გამო არიან? ზუსტად თანამონაწილეობის გამო და მონაწილეობის გამო ძალადობრივ აქციებში. ჩუბურ ძალადობის გამო, დიახ. ძალადობა რომელ კადრში? ყველა კადრში. მოლოტოვის კოქტეილის სროლეს თქვენ არ ეძახით მოძალადეს. იმ აქციებში, როცა იწვოდა პარლამენტის შენობა და მანქანები და ასე შემდეგ, 160 ფეირვერკი არ მგონია მოლოტოვის კოქტეილი მგონია და ფეირვერკი მგონია, რომელსაც ესროდნენ პოლიციელებს და რომლებიც ახლო შეიძლება იყვნენ შეიძლება ადამიანები, რომლებიც არიან დაზიანებულები იმ ფეირვერკებით ერთი წამი ცარიელი ბოთლი არა მოლოტოვის რაღაც ცეცხლ წაკიდებული ბოთლი თქვენ ცარიელი გონიათ და მე სავსე ბენზინით. ამაშია ჩვენი განსხვავება. ახლა არა, ცარიელი ბოთლის სროლაზე კი არ არის. აი ეს არის თქვენი манипуляცია. ხა აგიხსნით რა მაინდა მათ სისხლის სამართალზე რომ ეკამათებით ანდრო ჭიჭინაძეს პატიმარია. გავიგე, ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი და სხვა ადამიანებს. გავიგე. ხელსახოთის სროლაზე კი არ არის და ბოთლის და ჯოხის სროლაზე კი არა. მონაწილეობა ერთი წამით მონაწილეობა აგიხსნით ახლა სისხლის სამართალში ცოტა რაღაცა ვიცი, ალბათ გსმენიათ ამის შესახებ. ალბათ ცოტა ცდება სისხლის სამართალს ეს საქმე. აი ცდება თუ არა ხა კაი, ეს თქვენი დასკვნა არის აბსოლუტურად სპეკულაციური, ნაცურაგენტურული, მაგრამ ახლა მე მომისმინეთ, იქნება საზოგადოება მე უფრო დამიჯეროს ვიდრე იმის სისულელეს, ვიდრე რასაც თქვენ ამბობთ. ნახეთ, როდესაც მონაწილე თქვენ რომ მოლოტოვის კოქტეილის ისვრით და მე ბოთლს ვაყოლებ იმას და ერთად ვმოქმედებთ, შეიძლება საერთოდ არ ვიცნობდეთ ერთმანეთს, ამაზე სპეკულაცია იყო, მით აღნიშნავ ამას და მე ვარ თანამონაწილე იმ დანაშაულის, რასაც თქვენ ჩადიხართ და რასაც ის მასა ჩადის, რომელიც უტევს პარლამენტს, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ასობით ადამიანი და ეს ხალხი ყველა უბრალოდ ერთ მონაკვეთზე რომ იდგნენ, ამიტომ ყველა ერთად ისროდა ამ ყველაფერს და აი რამ ხელა ბოდიში უკვე სხვა განწახვეთ სისულელებს ლაპარაკობთ ბოდიში გიდი გამოცხადა რომ ეწეს ნახეთ კიდევ ერთხელ აგიხსნით თქვენ რომ მოლოტოვის კოქტეილის ისვრის მეორე ადამიანი რომ შუშხუნებს თქვენ რომ ეძახით ესვრის პოლიციას და წვავს და მე ამ დროს შეტევაზე გადავდივარ პოლიციასთან მეც დამნაშავე ვარ თქვენთან ერთად მიხდით რას ამბობ ამიტომ არა აი ეს არის დიდი სისულელი ნახეთ მთელი პასუხისმგებლობით არის დიდი სისულელი რატოა თქვენ რომ ადამიანს კლავდეთ ეხლა თქვენ რომ აქციების დროს გადაწყვიტოთ პოლიციის მოკლა და რომ კლავდეთ იმ ადამიანს და მე მოგეხმაროთ ანუ მე დამნაშავე არ ვარ იმიტომ რომ თქვენ არ გიცნობთ
აი ამ ხელა სისულელე ხო არ უნდა თქვა ჟურნალისტმა ადამიანმა. ანუ თქვენ ამბობთ რომ ბოდი შეაფასოს ჩემი აზრით. რას ქვია მე ჩემი აზრით სისულელეა. გამორიცხავთ რომ ხო თქვენმა ჩემი აზრით სისულელეა რასაც ამბობდა. თუ გინდა კი ბატონო მითხარით თქვენ კითხვავან დაასვათ და ჩემი შეფასებით. ბოდიში ნუ უშლით. შეურაცხყოფა კი არ არის კაცო გეუბნებით უყურეთ. თქვენ რომ პოლიციას უტევდეთ და კლავდეთ. მე რომ მოგეხმაროთ. თქვენ მეუბნებით თუ არ ვიცნობთ ერთმანეთს, ამ შემთხვევაში მე დანაშაული არ ჩამედენია სისულელეა. გარანტირებულად. ერთი წამით, მათ შორის შეიძლება იყოს ორგანიზებული დანაშაული, შეიძლება იყოს დანაშაულში თანაამსრულებლობა, ან წამქეზებელი იყოს, ან დამხმარე, ან ორგანიზატორი. რაც შეეხება. ნახეთ როგორ დაიბენით როცა უშლით ხელს, ირაკლი არ ვარ მომუკავარ. ადამიანებიც ვის საქმეზე თქვენ საუბრობთ. ნახეთ, ბოდიში. აი ვიდეო რომელს გაგცეთ პასუხი შეთანხმდით, აბა? ნახეთ, მნიშვნელოვანი კითხვაა. გამორიცხავთ რომ ის არ გავცეთ პასუხი, ეგონება რომ არ გავეც პასუხი. ამის შემდეგ გაიცით. არა, უკვე დამისვა, დააგასვა. არ გაქვს პრობლემა? თქვენ თუ პრობლემა არ გაქვთ კი ბატონო. დიდი პატივი. გამორიცხავთ რომ ის მოქალაქეები, რომლებზეც ახლა საუბრობდით, პატიმრები, რომელთა შესახებაც არის ბრალდება, რომ ისინი ჯგუფურ დანაშაულში იყვნენ ჩართული, ჯგუფურ ძალადობაში. ასევე გაამართლეს. გამორიცხავთ რომ ისინი ჩართულ? გამორიცხავთ არა, არ პატიმრების გამართლება. პროფესორ გამორიცხავ. ვერ გამორიცხავ, იმიტომ რომ თუ კი შეიძლება ყოველას კონდეს მაგალითად დანაშაული ჩადენილი, თქვენ შეიძლება კონდეს დანაშაული რაღაც ჩადენილი, მაგრამ მტკიცებულება და ის სტანდარტი, რომელიც განაჩენისათვის არის საჭირო, არ აკმაყოფილებდეს იმ მომენტისათვის მოსამართლის შესაბამის რწმენას და მან გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. ეს არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად ჩაუდეს. მაგალითად, მე თუ ჩავიდინე დანაშაული. შეიძლება ჩავიდინო მართლა რაღაც დანაშაული და ის ვერ დამიმტკიცდეს ალბათობის იმ ხარისხით, რომელიც 100%-იან ხარისხს უნდა გაუტოვდეს ბრალდების დროს არა. იქ დასაბუთებული ვარაუდია, ნახეთ, დასაბუთებული ვარაუდია საკმარისი ბრალის წაყენების მომენტში. დასაბუთებული ვარაუდი. მაგრამ ეხლა რატო შეაფასე ისევ შეურაცხყოფა ამეტყვის. კაი, დამამთავრე. მოკლედ, არა, აღარც მოკლედ არ შევაფასო, არ გავიცინო. ახლავე, ნახეთ. თორნიკე გოშაძე გათავისუფლდნენ პატიმრებს. მე რა ვიცი, მე არ როგორ უნდა დავადასტურ, ან გამორიცხვა, ან დაუშვა. არ ვადევნებ ასე დეტალურად. ახლავე. წარმოდგენა არ მაქვს. და მაშინ რაზე დაყრდნობით? წარმოდგენა არ მაქვს მტკიცებულებების რა სტანდარტი ამ თურში საქმე. მე ვიცი ზოგადად რომ ადამიანები იღებდნენ გაჩერდით ხოლმე პროცესებზე. ერთი წამი. ორი ადამიანი ლაპარაკობთ. გავიგე. გავიგე. ნახეთ. საკმარისი მტკიცებულებებია საქმეში? ნახეთ. არ შეიძლება ჩანაწერების კი არ აქვს მათ შესწავლილი. ასევე მაგათად მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ. აბა თუ დასყნარდებით და მე გიპასუხებ. კი ბატონო. ამ ფონზე ხედავთ თუ არა რომ საკმარისი მტკიცებულებებია საქმეში მათი გამთხოვნებისთვის. ნახეთ. არ გამაწყვეტინოთ, კაი? პირველი, არ შეიძლება მე აქედან რომელიც საქმეს ავლის რომ შევაფასო საკმარისია თუ არა. ესეც დიდი სისულელე იქნება. საკუთარზე ვიძახი რომ თქვა. თქო რომ არ გაბრაზდეთ. ანუ დიდი სისულელე იქნება რომ ვინმე ვინც არ იცნობს სისხლის სამართლის საქმეს თქვას რომ არის საკმარისი ან არასაკმარისი მტკიცებულება, გასაგებია ხო? მეორე, ზოგადად განგიმარტავთ როგორც იურისტი ამ შემთხვევაში და არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსი. დასაბუთებული ვარაუდი არის საკმარისი, ეს არის სტანდარტი. დასაბუთებული ვარაუდი არის ბრალის წაყენებისათვის საკმარისი სტანდარტი. დასაბუთებული ვარაუდი საფუძვეს თუ იძლევა მტკიცებულებათა ერთობლივება, რომელიც ბრალის წარდგენის მომენტში არის საქმეში. მაგრამ განაჩენისათვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია და უტყუარობის ხარისხით უნდა იყოს დადასტურებული. თუ უტყუარობის ხარისხით არ დასტურდება, რომ ამ ადამიანმა ჩაიდენა დანაშაული, სულ რომ ჩადენილი კონდეს 10 ადამიანის მკვლელობა, თუ უტყუარად ეს არ დასტურდება, ყოველგვარი ეჭვი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ. ამიტომ ეხლა დანარჩენს ყველაფერს თავი დავანებოთ, რაც შეეხება ცნობა არ ცნობას, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ. თქვენი ნათქვამი კი არა, მხოლოდ თუ კი ვინმე ამტკიცებს, თქვენ რო შეურაცხყოფათ არ იცნობთ, თავი ამ თქვენ კომპლექსებსაც მოხსნე ახლავე. ნახეთ, თუ კი ვინმე ამტკიცებს, ახლა არა კიდე ვიმეორებ. ამას გეკითხებით თქვენ ამ ეტაპზე. იმდენად არის ბატონო მამუკა. ახლავე. არა, ვერ გაიგეთ, თქვენ არ იგებთ. ვერ არ იგებთ. ახლავე. არ შეიძლება ვინც არ იცნობს საქმეებს, საქმე არ წამი, თქვენ წაგიკითხავთ საქმე? მე ძალიან ბევრი რამ ვიცი, მაგრამ წაგიკითხავთ საქმე? საქმე წაგიკითხავთ? მე ვუსმე სასამართლოს სასამართლოს მოწმეებად გავიგე, მე ვერ უსმენ სამწუხაროდ. კარგი. ახლა ნუ არა, დაუბრუნდეთ იმას. რაც შეეხება ცნობა არ ცნობას, კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ როცა თანამონაწილეობა არის
მაგალითად ეს ზოგადად კონკრეტულზე მე იქ არ ვიცი რომელზე რა ხდება. ნახეთ, თანამონაწილეობის ფორმები არსებობს სხვადასხვა, მაგალითად თანაამსრულებელი, წამქეზებელი, დამხმარე, ორგანიზატორი. რომელიმე ფორმა თუა თანამონაწილეობის არ ჭირდება ამას, თუ ქმედებაში თანამონაწილეობის ეს ფორმა გამოიკვეთა, არ ჭირდება ამას, მაინც და მაინც ერთმანეთი იცნობა და ბიძაშვილ მამიდაშვილობა. აი ამ სისულელეს ნუ იტყვით, გთხოვთ. შეურაცხყოფილად ხო არ გძნით თავი? კარგი. ამიტომ ეს ამ თემაზე დავაწყოთ, თუ შეიძლება თქვენ ამბობდით, რომ ბრალის წარდგენისთვის დასაბუთებული ვარაუდიც არის საკმარისი, ხო? როცა ახობაძე დააკავეს, ის დააკავეს წინასწარ ჩატარებული, წინასწარ დაგეგმილი ჩხრეკის საფუძველზე. როგორ მოხდა ისე რომ ეს ჩხრეკა არ გადაუღიათ ზაოვანი? მე რა ვიცი როგორ მოხდა კაც. როგორ შეიძლება მე მკითხოთ ეს? თუ არა ეჭვი იმის შესახებ რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. აი ეჭვი ყველაფერს უნდა ქონდეს საეჭვო გარემოების გამო გამართლებელი განაჩენი და გაკაცო. მაგრამ ეჭვი რომ ჩაუდეს და საკმარისი საფუძველი არსებობდა? დიახ, რომ არ ყოფილიყო არა საფუძველი, აბა გითხარით. ჩხრეკის ვიდეო არაჩვენებს. გაქვთ ნაცებს რომ ერთმანეთს ხელი უნდა შეუშალოთ და ამით დაავიდნენ პრეზიდენტი. ახობაძის დაკავების საფუძველი. ერთი წამით. როცა ამბობთ რომ იყო საკმარისი საფუძველი, რას გულისხმობთ? მე იმას გულისხმობ, რომ არ ყოფილიყო საკმარისი საფუძველი, არც დააკავებდნენ, ბრალსაც არ წაუყენებდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალის სტანდარტისათვის საკმარისი მტკიცებულება და ერთობლება იყო, ხოლო მოსამართლემ რადგან ბრალი წარმოდგენა არ მაქვს მტკიცებულებებზე. რა თქმა უნდა, დიახ და როგორც კი გაამართლა სასამართლომ რაღაცა მითხრა, რა ხო არ გიმტყუნათო რა, არ შეიძლება ესეთი შეურაცხყოფას სისულე აზრიაო, მე რო თქვი იმაზე ლაპარაკობ და მოსამართლეს, სასამართლო სისტემას აყენებ, თქვენს შეურაცხყოფას კი ყველა ამბობს რა, თქვენ ამბობთ. საქართველოს მოსახლეობის 70% სხვანაირად აფასებს და გორბის კვლევითაც კი 40% აქვს, თქვენი კვლევითაც კი, ბატონო მამუკა 40%-იანი დოლა აქვს ამ სასამართლოში. კარგი, გავიგე, მარტო თქვენად ნახეთ, ორი ნაცური ტელევიზიიდან და აგერ მეკითხება და დანარჩენი სხვა ტელევიზიებიდან არიან და დააცადეთ ცხებსაც, კი ბატონო. აი რანაირად საფხავს. მოგეთ სიამაღლობათან დაკავშირებით კითხავთ, ალბათ ადევნებით ნიუსებს გაეცემთ ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო. გადაკვალიფიცირდა მიესაჯა ნაკლები, თუმცა მოისმინეთ პარტნიორებისგან, მედია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშტორების გამოხატულება. მოგეთ პირდაპირ მოგიწოდებენ, რომ გამოუშვათ. აქაც გვიმტყუნა თუ როგორ არის, ანუ სასამართლომაც თქვა რომ თავდასხმა ეს ხო, გადააკვალიფიცირდა მუხლი. ნახეთ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა სტანდარტი იმ კონკრეტულ აქ ხო ვიდეო მტკიცებულება იყო წინა საქმისგან განსხვავებით რომ თავდასხმას ეძახით, თავდასხმა არ აღმოჩნდა. მე თოქ-შოუში ვარ, აღარ არის. ბატონო მამუკა. საერთოდ არ მოგბრუნებივართ კაცო. საერთოდ არ მიდევარ, არის დამოწმება გეჩვენებათ. ნახეთ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა სტანდარტი თავდასხმისათვის ამ შემთხვევაში არ იყო საკმარისი და შესაძლებელია ეს ყოფილიყო და უფრო მაღალი სტანდარტი უთყუარად დასტურდებოდა, რომ მინიმუმ საეჭვო გარემოების გარეშე და ყოველგვარი ეჭვის გარეშე ეჭვ შეუტანლად, ანუ რაც განაჩენის სტანდარტია, ეს იყო წინააღმდეგობის გაწევა. და გამოიტანა შესაბამისი განაჩენი. უფრო მსუბუქი განაჩენი დადგა, ვიდრე იმ შემთხვევაში ალბათ, ხო, სანქციაც სწორად მახსოვს. აქედან გამომდინარე, კი ბატონო, მაგრამ რადგან გადააკვალიფიცირდა, როგორც ჩანს, ჩემი აზრით, მან მიიჩნია, რომ რადგან ის შესაძლებელია ის დანაშაულის ყოფილიყო ჩადენილი, რაშიც ბრალი ედებოდა და იმ დანაშაულსა და იმ დანაშაულის შორის, რომლითაც დააკვალიფიცირა საბოლოოდ სასამართლომ, მაინც უთყუარობის სტანდარტი დაკმაყოფილდა და მისი აზრით, მოსამართლის აზრით მეორე დანაშაულზე, ამიტომ არ მიუსაჯა ჩემი აზრით მინიმუმ. ამიტომ აუცილებელი არ არის, კაცო, აუცილებელია ესეთი რაღაცა, რომ როდესაც ადამიანის ჩადის სიამაღლებელი დღეის მდგომარეობით უკვე არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ასე მიიჩნია ქართულმა სასამართლომ და ქართულმა მოსამართლომ. სისხლის სამართლის დამნაშავეს მინიმალური სასჯელი შეიძლება შეეფარდოს მხოლოდ და ყველა გაიდლაინ ამაზე მეტყველს ყველა ქვეყანაში. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. თქვენ გითხრათ, რომ თან არ აღიაროს, თან გაამართლოს თავისი დანაშაულები ქმედება, თან მინიმუმის მიესაჯოს და ესეთი სტანდარტი სოფლიოში არ არის. ანუ თქვენ პიარს აგებთ ისე სტანდარტზე, რომელიც სოფლიოში არ არის. მათ შორის. ბატონო მამუკა, შეიძლება გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა შეიწყალოს ის მარიამ მოლოდინის. მე ამ მოლოდინების შესახებ ვერაფერს გეტყვით. თქვენ უჩევთ თქვენი უბნების რომ არ. იმ მოწოდებების ჯერ აღარ იყო ბოლოს ჩვენი გუთის. კი ბატონო. იმ საერთაშორისო თქვა რეაქციების გათვალისწინებით. სხვა პარტიაში წავიდა რა გავაკეთეთ. თუმცა ჩვენი მხარდაჭერილი იყო, რა თქმა უნდა. გასაგებია მეც გავიღიმე ამაზე მიხეილ ყაველაშვილი უკარგესი ადამიანია,
პატრიოტი ადამიანია და მე არ შეიძლება მას ვურჩიო, იმიტომ რომ მე რო რაღაცა თქვენ მოწოდებას რომ დავემორჩილო, დავექვემდებარ და მას რაღაც ვურჩიო, ან ასე რომ მოხდეს, ან ასე არ მოხდეს, ამ შემთხვევაში ეს მიიჩნევა რაღაც მითითებად ჩემი მხრიდან, რასაც რა თქმა უნდა არ გავაკეთებ. ახობაზე საუბრობთ, მე მეთქოთ რომ დაასრულებინოთ ოპოზიციის სპეკულაციებს, რომ პასუხობთ და მოთხოვნას, რომ ჯვამკაცი, ნახეთ, ანუ მტკიცებულებების არაბუნებრივად მაღალ სტანდარტს ითხოვენ ხოლმე და იმაზეც კი ნეგატიურ პიარს აგებენ, რომ მაღალი სტანდარტით უტყუარობის პრინციპის დაცვით მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას და ჩადებასთან დაკავშირებით როგორი სტანდარტი უნდათ, იცით? ეჭვი გაჩნდა და დავიჭიროთ ახლა მთელი პოლიციაო. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმის გამო, რომ სტანდარტი არ და თქვენ გინდათ ნახეთ მეორე მხარეს როგორი ცალკარას თამაში უნდათ ნაცებს და აგენტურის წარმომადგენლებს, რომ ანუ ახობაძის მიმართ მოეწონათ ის, რომ სტანდარტის აი ეს დონე აღმოჩნდა, რომ უტყუარობა არ იქნა უზრუნველყოფილი და ამ დონის მტკიცებულებათა ერთობლიობა არ იყო, მაგრამ პოლიციელის მიმართ ჟურნალისტი მეკითხება, წეგან ეჭვი გაჩნდაო და ეხლა უნდა დავიჭიროთ ყველა პოლიციელო პრაქტიკულად ეს პათოსია. შესაბამისად ადამიანს სავარაუდო დანაშაული ქონა ჩადენილი, ეს ბრალის სტანდარტით იყო დადასტურებული. უტყუარობის სტანდარტით ვერ დადასტურება არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ საპირისპირო მხარეს დანაშაული ჩაიდინა. იქითაც უტყუარობის სტანდარტი ჭირდება, რაც ჩემი აზრით ამ საქმეში რაც ზედაპირულად ვიცი და არა სიღრმისეულად, როგორც მაძალები და ჟურნალისტი წეგან, იქ არანაირი სტანდარტი არ იქნება, შესაბამისად ამაზე პოლიციას პასუხს ვერ მოთხოვ, თუ კი რაიმე მსგავსი დადასტურდა, ამის შემდეგ შეიძლება ილაპარაკო. მსგავსი არაფერი ჩანს. ადვოკატიც ვიყავი და აუნჯებელიც ვიყავი და ასე შემდეგ. ბრალდებულიც ვიყავი სხვათა შორის და თქვენი ფაშისტური სამართლები, ყველანაირი სამართლების სტატუსი მქონდა, თუმცა გამმართლე მე გამართლებულიც ვიყავი. რომელსაც დააკავდნენ ამ ბრალდებით, რომ იდიოტები ნარკოტიკის შენახვა. რომ ეთქვა თქვენს დაცვის ქვეშ ყოფს, რომ მე ჩამიდეს ეს ნარკოტიკი. დიახ. თქვენ როგორც ადვოკატი არ მოითხოვდით ამ საქმის კი, რა გამოძიებას? თქმა უნდა. მანაც მოითხოვა მის ადვოკატთან ერთად გამოძიება. საერთოდ გამოძიება არ არის დაწყებული. ჩემი ოთხოვნი. ადვოკატის გადმოსახედიდან ეს რამდენად სწორია? ადვოკატის გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ არასწორია, მაგრამ რეალურად ეს დამოკიდებული იქნებოდა, მე სუბიექტური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თქვენ მეკითხებით ახლა ისეთ რაღაცას, რაც სუბიექტური დამოკიდებულების მოთხოვნას გულისხმობს. ანუ მე ადვოკატი რო ვიყავი, დანაშაული დამიცვია, არადანაშაული დამიცვია და ასე შემდეგ. როგორც ადვოკატს ყოფილს თუ მეკითხებით, მე ყველა ვარიანტში არ გავამართლებდი საპირისპირო მხარის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. რაც არ უნდა დავერწმუნებინა ვიღაცას, რომ ჩემი მოთხოვნა არაობიექტური იყო, კი ბატონო, მეც ვიცოდი, რომ სუბიექტური იყო, მაგრამ მე ჩემს სუბიექტურ მოთხოვნას ვაყენებ. როგორც ადვოკატს არ უნდა მკითხო. არა, მარტო თქმა არ კმარა. ვიღაც ამბობს, რომ ჩამიდეს, კაი, გავიგე, ნახეთ, ამისათვისაც არის მტკიცებულებათა შესაბამისი სტანდარტი საჭირო. მეორე მხარეს, აქედან გამომდინარე, ჩემი მოთხოვნა რა თქმა უნდა იქნებოდა გამოძიების დაწყება როგორც ადვოკატს, რადგან ამაში ჩამოვყვებით, კი ბატონო, მაგრამ ეს რამდენად საფუძვლიანი იქნებოდა და რაიმე ერთი მტკიცებულებით მაინც თუ იქნებოდა გამყარებული, ამ შემთხვევაში ძალიან ვიბრძოლებდი, რომ იმაზე გამოძიება დაწყებულიყო. თუ მტკიცებულება არ იქნებოდა მარტო ბრალდებულის ნათქვამი იქნებოდა ამის საფუძველი, არ დაიწყებდნენ გამოძიებას და ვერაფერს ვერ ვიზავდი. რომ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მის უწყებაში ასეთი რამ მომხდარიყო, რომ პოლიციელები სრულ-მოწმეებად გამოეყენებინათ, მათ ჩაედოთ ნარკოტიკები მოხმარებისთვის. შეგიძლიათ ამის გამორიცხვა 42,000-იან კონტინგენტში არაფრის არ შეიძლება არასდროს. ამიტომ ეხლა მე არ ვიტყვი შეურაცხყოფა და არა, გამორიცხვა არ ნიშნავს დადასტურებას. ამით ვიმანიპულირებთ. გამორიცხვა 42,000 კაცი არაფრით არ შეიძლება. მე ვიცი რომ ჩვენ გმირი პოლიციელები გვყავს და სისტემა არის პატიოსანი და პატრიოტი ადამიანები დაკომპლექტებული. ერთეულები შეიძლება დანაშაულსაც ჩადიოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ ეხება. არა, ვახო გომელაურისგან მართლა დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მითითება არანაირი მსგავსი მითითება ჩემთვის წარმოსადგენი ასე არ არის. ახლა თქვენ თუ ჩამოყვებით იქ ვიღაცებს კიდე მე დეპარტამენტის უფროსზე, მე მოადგილეზე, მე განყოფილების უფროსზე, მე რა ვიცი იქ რა ხდებოდა ასე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მითითება რომ ვიღაცას რაღაც გაეკეთებით, მე იმაში არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი მოხდა და ვერც დავადასტურებ ამას, წარმოუდგენელია ჩემთვის ასეთი მომხდარიყო და 99%-იანი ალბათობით ბრალის სტანდარტს
შეშვენის. წეღანო თქვენ არ აღიარეთ, აი ამ ალბათობით, მაგრამ 100%-იანი ალბათობით ასე თეორიულ წიაღსვლებში ხო არ წავალთ. ეხლა აქ გამოგვივა სულელური მსჯელობა, უკაცრავად სიტყვა სულელური რო ახსენე. თორნიკერი ჟუაზეზე უნდა გითხოთ ბატონო მამუკა. კლავდნენ მას თუ თავს იკლავდა, რის თქმა შეგიძლიათ რამდენიმე კვირა გასული ამ ინციდენტიდან და ამ დრომდე მე უნდა გიპასუხოთ ამაზე? საქმე ეგ არის რომ პროკურატურა მთელი ეს რამდენიმე კვირა დუმს იძიებს. ამდენს რაც იძიებს დიახ, და რა უნდა ქნას? ამდენი კვირა გავიდა, ერთი თქვენ რა იცით თავს იკლავდაო და თქვენი კლავდნენო, თქვენი კოლეგა. თქვენი კოლეგა ამბობს კლავდნენო. თქვენ ამბობთ თავს იკლავდაო. მე კითხვა დაგისვით. დიახ. და კითხვას გისვამთ ჩემი კოლეგას. რამე ბრიფინგი არ უნდა იყოს ამ საკითხზე. აი თქვენი მთავრობის მაღალჩინოსანი იყო წლების განმავლობაში. კაი. მე გახსოვთ, ამაზეც არ უნდა გქონდეს ნახეთ, როგორც კი ამის შესახებ პასუხი იქნება, დარწმუნებული ვარ პროკურატურა გააკეთებს. ეს ჩემი ვარაუდია. არის, დიახ. თქვენი გუნდისარებს ახლა აქვს თორნიკერი ჟუაზეს კი, მე როგორც ვიცი, კამერები უნდა ყოფილიყო, მე როგორც ვიცი. და მე როგორც შინაგან საქმე და ერთი წამით გას პარალელურად როგორ ვილაპარაკოთ, ერთ წამით გაჩერდით. თუ მის როგორ მისმენთ ლაპარაკის დროს? გასაჯაროვდებაო და არ ციცერონის თვისებები როგორ აღმოგაჩნდათ რა, ვერ ხვდები კაცო. როგორ თან ლაპარაკობ და გისმენთ თან მეჩხუბებით. ერთი წამი გაჩერდით. ნახეთ, შინაგან საქმეთა მინისტრისგან გავიგეთ თქვენს და ჩვენს, რომ კამერები იყო, კამერები ამოღებულია და მიდის ყველა სავარაუდო ვერსიაზე საუბარი, ხო? მე რაღაც 1000 манипуляცია იყო, გეკა გელაძე იყო, მამუკა მდინარეძე იყო, სისულელეები, ტყუილები თვითქვა, მაგრამ რაც ჩვენ გავიგეთ, ეხლა არ გვაქვს მე წიაღსვლებში შესვლის უფლება, იქ იყო 4 თუ 5 ადამიანი, მათ შორის 2 ოჯახის წევრი, თორნიკე ჟუაზის მასპინძელი და მასპინძლის 2 მეზობელი თუ 1 მეზობელი, ეს არ ვიცი ზუსტად. აი შემადგენლობა იყო. ისინი დაიკითხებიან დეტალურად. შემდეგ საგამოძიებო არ ვიცი, შეიძლება გამოკითხულები არიან და თორნიკერი ჟუაზესთან თუ გაქვთ კომუნიკაცია თქვენ არ არის პერიმეტრი ნომერზე როგორც უახლოს მეგობარს არ უახლოს მეგობარი არის არ ყოფილა თანაგუნდელი. უახლოს მეგობარი არასდროს არ ყოფილა თორნიკერი ჟუაზე? უახლოს მეგობარი თორნიკე ჟუაზე არასდროს. მეგობარი მაინც არ იყო რომ მოიკითხა. მეგობრობდით. ეხლა მეგობრობის ხარის როგორ ვილაპარაკო? არ დაუსრულები არაფერს, როგორც მეგობრობდით, ისე მეგობრობ დღესაც. მოვიკითხე ბევრჯერ, პირადად ვერ მოვიკითხე, იმიტომ რომ არ აქვს მას ტელეფონი და კომუნიკაცია საზოგადოებასთან ასე არის. და არაფერი იცით? ვიცი კი. ვიცი, მოგითხონი, რა გინდათ კაცო, რატომ ეჩხუბი? დამშვიდით ერთ წელს. ტელეფონი არ აქვს თორნიკერი ჟუაზეს? არ აქვს ტელეფონი. მის ტელეფონი და არ მასთან აქვს. კომუნიკაციას ფიზიკურად ვერ ახერხებს. მისი ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში მის ამბავს, რომ არის უკეთ და უკეთ. კიდევ რა გინდათ? მეგობარმა გეკა გელაძე. დიახ. რა გითხრათ? ჩემ მეგობარი რო არ ამშოლობა აქვს, შინაგან საქმეთა მინისტრია ეს კაცი. ამის მიღმა თქვენც გითხრათ. დიახ. და წლებია დიახ. მას იცნობთ. აი არ დაინტერესდით? დიახ. თქვენი ყოფილი თანაგუნდელი, როგორც თქვენ ამბობთ, არა ახლო, მაგრამ მეგობარი. დიახ. როგორც გამოძიება ამბობს, თავს იკლავდა. დიახ. აი არ დაინტერესდით? გამოძიება რას ამბობს? არ უთქვიათ არაფერია და რატო ატყუებს ეს გადავა? დაიწყო გამოძიება. დიახ, რავი. აი ამას გულისხმობ. აი თქვენ არ დაინტერესდით გელაძესთან, რომ აი რა ხდება, რატომ არ დაკითხეთ ამდენი ხალხი, ამდენი ხანი ადამიანები, ვინც იქ იმყოფებოდნენ? დიახ. არ გაქვთ ეს და რომ მქონდეს ინფორმაცია, გიკა გელაძის მაგივრად უნდა ვილაპარაკო ტელეეთერში, რომ მქონდეს. უუბნება არაფერს. რომ მქონდეს. ანუ რადგან გეკა არაფერს გეუბნება, თქვენი ლოგიკაა, მამუკა მდინარეძე უნდა გითხრათ, რომ სვიცოდე? ხო, ამბობთ რომ არა. ნახეთ, კიდევ ერთხელ, როდესაც ჩემი აზრით, როდესაც ექნება პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსია ზედმეტნაკლებად დადასტურებული, მაინც რაც მყარი დაასკვნის გამოტანის საფუძველს მიცემს, ამ შემთხვევაში ისინი გააკეთებენ ბრიფინგს. მანამდე თქვენ რას აძალებთ? თქვენ მიგეკითხებათ, როდის გააკეთებენ გვარაკიძე და გელაძე, როცა დაადასტურებენ და ზედმეტნაკლების სიზუსტით საზოგადოების ინტერესი შეიძლება დააკმაყოფილონ, მაშინ გააკეთებენ და თქვენ სპეკულაციურად კითხულობთ წინასწარ. ერთ საათში ხდით საქმე. ბატონო მამუკა. არა, ერთ საათში საქმის გახსნა ხშირად ხდება, ხშირად ვერ ხდება. გახსნას რას ეძახის? როდესაც არის ვერსია და იმ ვერსიის იგით კიდე რაღაცას მუშაობენ, სხვა ვერსია თუ არ დადასტურდება, გაუხსნა საქმეს ეძახით? აქაც არასწორ რაღაცას ამბობთ, წეღანდელივით არ მომიძეს, თქვენ არ მიიღოთ შეურაცხყოფა. დიახ, მითხარით, რაღაცა ომზე გაინტერესებდათ. დაკავშირებით, დიახ, მოკლედ. ამ ერთი თარიღის გარშემო არის ასხა სხვადასხვაობა, თქვენი ოპონენტები დღეს ავიდნენ და მიაგეს პარტივი, მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების ასევე 7 აგვისტოს საიდან მოვიდა ციფრი? თარიღი. თქვენ მითხარით, ძალიან გთხოვთ, ვინმე მითხარით? ასეთი რომ 7 აგვისტოს შემოვიდნენ რუსული რეგულარული არმიის ჯარები საქართველოში. არმიამ რითი დადასტურდა ეს? რითი დადასტურდა ეს? მობილია ეს
ცნობილი როგორ არის კაცო, რეზოლუციას, რომელსაც ქართული მხარე მაშინ სამწუხარო და ქართველებს რო წარმოადგენდნენ, აწერს ხელს, იქ არის რომ 8-ში გადმოკვეთაო. სააკაშვილის ბრძანებულებაში წერია, პარლამენტის გადაწყვეტილებაში წერია, რომ 8 აგვისტოს შემოიჭრან რუსული რეგულარული ჯარები. სად დაწერია? ქრონიკებში რა დოკუმენტია? ქრონიკები რა არის? ევროსაბჭოს რეზოლუციის გარდა სხვა დოკუმენტს არ არის. ერთი წამით ტალიავენის არა. ინტერნეტში რა იძებნები რა თქვა კი არა. არსებობს 2 ოფიციალური დოკუმენტი. ცოცხალი მოწმეები ჯერ კიდევ ყავს. ერთი წამით კაცო მოწმეებით რა ვიმსჯელოთ ეხლა თქვენ ერთი სხვა რამეს ამას მეორე სხვა. როგორ უნდა ვიმსჯელოთ ასეთი ტონით ნუ ელაპარაკებით თუ შეიძლება. ნახეთ თქვენმა მოღალატე ბელადებმა ხელი მოაწერეს რეზოლუციას და მხარი დაუჭირეს, სადაც წერია, რომ 7 აგვისტოს ქართული მხარის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით ესკალაცია ახალ სრულმასშტაბიან საომარი მოქმედებების ფაზაზე გადავიდა. ეს თქვენ აღიარეთ. ეს თქვენ უღიარეთ რუსებს და ამავდროულად იგივე რეზოლუციის მე-11 პუნქტში უღიარეთ რუსებს, თუმცა ეს არ იყო აღიარება, უღიარეთ ბრჭყალებში რუსებს, რომ შესაძლოა ქართულ სამხედროებს ომის დანაშაული ჩაედინათ. ეხლა რომ კითხულობდით, რომ რუსებმა რატო არ მოაწერეს ხელი, მე თვითონ გიპასუხებთ ამაზე. იქ რუსების ომის დანაშაულზეც იყო ლაპარაკი და რუსებმა მაშინდელ რეჟიმს, მაშინდელმა ოკუპანტებმა წარმოიდგინეთ, მიხეილ სააკაშვილის ოკუპანტები თავისი ქვეყნისთვის უკეთესება აღმოჩნდნენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საკუთარი ქვეყნისთვის, სააკაშვილმა მოუწერა ხელი და რუსებმა არა. ნახეთ, ასე ერთი წამი. რატო არ გინდათ დავამთავრო? ერთ წამი. არა, რატო არ გინდათ დავამთავრო? ნახეთ, მე-11 პუნქტში დადანაშაულებული იყო ქართველი ჯარისკაცი და რუსი ჯარისკაცი, წარმოიდგინეთ. თანაბრად. რაც დიდი პარადოქსი იყო და მოვიგეთ ეს დავა. ქართველ ჯარისკაცს ვერავინ დააბრალა ომის დანაშაული, ხოლო ოკუპანტებს დააბრალეს. შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლებამ თავისი ჯარისკაცებისთვის უკეთესად იმოქმედა, წარმოიდგინეთ, ვიდრე საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ქართველი ჯარისკაცისთვის. მან ხელი არ მოუწერა რეზოლუციაზე არავის, რომ საკუთარი ჯარისკაცის, რუსებმაც კი ოკუპანტებმა, საკუთარი ჯარისკაცის დადანაშაულება დაეშვა და მიხეილ სააკაშვილმა და ნაცმოძრაობმა და თქვენმა ბელადებმა ხელი მოუწერეს საკუთარი ჯარისკაცების ომის დადანაშაულებაში და ჩვენ კიდე რამეზე ვლაპარაკობთ ეხლა? ხო და რა მაინტერესებს ევროსაბჭოს ამ რეზოლუციაში, რომელზეც მუდმივად ვლადიმერ პუტინს მოსწონს ეს დაგჭათ სათქმელი ოკუპანტ ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას რა მოეწონება და რა არა, სიმართლე ერთია. მათმაც კი არ მოეწონებათ. ეხა ერთი წამით. მოდი ეხა ისტორიას მივყვეთ. თქვენ ხო ისტორიას ერთი წამით არ გამაწყვეტინოთ. რა მოხდა, ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ. და თუ სადმე შეცდომა დავუშვი, შემაწყვეტინეთ, კარგი? აი გაზრდოთ უფლება შემაწყვეტინოთ ისედაც მაწყვეტინებთ ამ შემთხვევაში ჩემი დელეგირებით და ჩემი ლეგიტიმაციით, ასე ვთქვათ. 1 აგვისტოდან მიდიოდა დაპირისპირება და სროლები. მათ შორის ქართულ ჯარისკაცებს და ქართულ პოლიციელებს კი, არა, წრები კი ბევრი რაღაცა იყო, მანამდე 200 წელი ომში ვართ. ორში ვართ, ისროდნენ. ჩვენი მხრიდან არაფერი არ იყო. ერთი წამით. კარგი, გამაწყვეტინეთ, მივიღე. კი, მივიღე, სხვათა შორის მიხარია, რომ ეხა მეკამათება. იყო სროლები მათ შორის იმ ტერიტორიებზე, სადაც იდენტიფიცირებას არ ახდენდნენ ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელები მაშინ და რეჟიმის წარმომადგენლები, ვინ აკეთებდა ამას და თვითონ ეძახდნენ დაპირისპირებას. ეს იყო პარადოქსი. და ქართველი პოლიციელების სისხლი დაიღვარა 5-ში და 6-ში. 7 აგვისტოს საღამოს ღამით, ვიდრე 12 საათი დადგებოდა, ტელევიზიებით, მაშინდელი რუსთავი 2 და სხვა ტელევიზიებით მთელ მსოფლიოს აჩვენეს კადრები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბომბავდა ესე იგი ცხინვალის ტერიტორიას. ეს ერთი წამი რას და კორპუსის გვერდზე 4 მეტრის იქით მიმდებარე ტერიტორიას ასეთ სისულელი უნდა გეპასუხოთ? რა იცი თქვენ სასაწყო საჩანდა? აი სისულელი რატოა ხა? არაფერი არ ვიცით სხვა. ჩვენ ვაჩვენეთ მაშინ ქართველებმა ასე დაარქვეს. აი სამწუხაროდ. აქედან იქით დაბომბვის კადრები. აჩვენეთ თქვენ სოფლიო. იყო თუ არა ასე?
მე მგონი კი არა, იყო თუ არა ასე. 23 საათსა და ზუსტად წუთი 45 წუთზე. სააკაშუმა გასცა დიახ ბრძანება დიახ. საქართველოს ცეცხლის დიახ. გახსნის ეს მას შემდეგ, რაც რუსეთის კარგი. რეგულარული არმიის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იყო დადებული. დაგვიმალეს? ტანკები იდგა. დაგვიმალეს ეს მაშინ? მეკადრებად ბატონო მამუკა, ვინ დამავალ? სწორად მეკადრევ. ისტორიული ფაქტი კი არ არის. დაგვიმალეს ეს ფაქტი? მაშინ. არა. არის ცოტა თქვენ როდის გაიგებთ? ერთი წამი. მე დღემდე ერთი წამი. მახსოვს ესეთი რაღაცები თქვენ როგორ არ მეც აქ ვიყავი სხვათა შორის. მაშინ აბა რა არ და სახში არ ვიჯექი კიდე სხვათა შორის რა. სად იყავით აბა? ხო, ეს რა გინდათ ახლა მოეწონოს ოკუპანტებს თქვენი და ჩვენი დიახ თუნდაც. ხო, სხვები გარმი არ გავგოდი სხვას განსხვავები და რაღაცებში ჩართულიც ვიყავი და მეც აღარ ვიტყვი ხა დღეს. მაშინ იყავით ჩართული ბატონო მამუკა? კონკრეტულ რაღაცებში, მათ შორის ჩემი ქვეყნის ასა. დიახ. იყავით ჩართული 2008 წელს? დიახ, მე ამაყება. არ ვერ ვილაპარაკებ ამის შესახებ და იცი თქვენ რატომ. საიდუმლო დავალებას ასრულებდით? შეიძლება მათ შორის. და ვინმე ნაცმოძრაობის ლიდერები? 7 აგვისტოს დაიწყო ომი ამ არა, ფონზე? გაჩერდით ეს საიდუმლო დავალებას დაწყნარდით კაცო. სია გამოქვეყნებული ინტერნეტში ავიც მე სახელები და ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომლებმაც დატოვეს საქართველოს საზღვარი უამრავი დოკუმენტი. არა, დეტალებში არ შევალე ხა მე რასაუნდ. ომში თუ ასე პირდაპირ იყავით ჩართული ბატონო მამუკა, როგორ არის ის რომ 7 აგვისტოს დაიწყო? არა, მე 7 აგვისტოს არ ვიყავი ჩართული არაფერში. ცოტა მერე ვიყავი ჩართული და ჩემს საქმეს ვაკეთებდი, რაც შეიძლება ერთ რიგით მოქალაქეს, მათ შორის არა, სხვათა შორის მათ შორის შეესრულებინა შეიძლებოდა. სხვათა შორის მე მგონია თქვენც იცით ეს ყველაფერი და ეხლა სპეციალურად სიბინძურეს აკეთებ. კითხეთ ვიღაცას და მიხვდებიან. 7 აგვისტოს არა, 7 აგვისტოს სახში ვიყავი. კარგი, 7 აგვისტოს სახში ვიყავი და მე აღარ ვიყავი სახში. კარგი, აღარ პასუხობ ამ კითხვას. შემდეგ მე მგონია რომ იცით და ბინძურები ხარ და ამიტომ კადრულობთ იმას. მე მგონია თუ ვწდები უკაცრავად. სიბინძურეს აკეთებ. კარგი. არა, ბინტევე პირველი ჟურნალისტი მელაპარაკება ამ სკაიდან შვიდი. პირველისა ფორმულა ჟურნალისტი გეუბნებათ რომ ფორმულას მოიყენებ სიტყვას. კი, არა, სიბინძურე თქვენი მხრიდან მოდის აბსოლუტურად. ტელევიზიის ჟურნალის მოსწონდეს ახლა რასაც ისმეს თქვენ. აბსოლუტურად სიბინძურეს ხედავ ეხა თქვენი მხრიდან. ეხა რაც შეეხება ომს რაც შეეხება. 7 აგვისტოს ჩვენ ყველამ ერთად მთელ სოფლიოსთან ერთად ვნახეთ აქედან იქით დაბომბვის კადრები სამწუხაროდ. რამაც შემდეგ ყველა ასევე სამწუხაროდ დოკუმენტის მიხედვით, რომელზეც მაშინ რეჟიმმა ასევე მოღალატეობრივად ხელი მოაწერა. გამოიწვია ის, რომ მეორე დღესო სააკაშვილიდან დაწყებული რუსები დამთავრებული ამას წერდნენ შემოიჭრა რუსეთის რეგულარული არმია საქართველოსშიო. ეს იყო ღალატი, რომელსაც თქვენ დღემდე აპრავებთ, მათ შორის პოლიტიკოსები სულ რამდენიმე წელია აპრავებენ 7 აგვისტოს თარიღის შემოტანით. მაგრამ სამწუხაროდ ამისი საშუალება ოკუპანტებს თავიანთი ამ მოქმედებით მისცეს ქართველი და ქართული რეჟიმის მაშინ სამწუხაროდ რეჟიმის წარმომადგენლები. თქვენ ხართ ამ რეჟიმის გამპრავებლები და იმასაც კი ვერ პასუხობთ, რომ ღალატია ქართველი ჯარისკაცისათვის ომის დაბრალება. ეს არის სიბინძური არის ქართველი ჯარისკაცისათვის დაბრალება, რომელიც გააკეთეს თქვენ მეთანხმებით? ხელი რომ მოუწერეს. მეთანხმებით. სკოლაში კი არა, მის დროს საქმეა. 39-45 წლებში არც ერთი არ ვიყავი ჩვენ დაბადებული, მაგრამ ის ომი რო იყო და რაც იყო და ფაშიზმის შესახებ გაგიგიათ? საერთოდ არ ვიყავი. არა, დავამთავრე. პასუხობთ ნუ გარბი ხართ. თუ იცით ისტორია, კარგად არ ჭირდება სკოლა და ინსტიტუტი, მაგას ჭირდება თქმა, რომ თქვენი ტელევიზიების მფლობელები ვინც არიან დღეს, ისინი იყვნენ რეზოლუციაზე ხელის მომწერები. თქვენ აღიარეთ, რომ ისინი არიან მოღალატეები. დიდი მადლობა.